აბესაძის ქუჩის მაცხოვრებლებს ძალიან მძიმე მდგომარეობაში უწევთ ცხოვრება, გუგა ჩამოშლილია კედლები, ბზარებია კედლებზე დახრილი არის იატაკი. მე ახლა ჩვენს ოპერატორს ვთხოვ, რომ პირდაპირ ეთერში გვაჩვენოს კორპუსის კედლები, გაცილებით მძიმე მდგომარეობაა კორპუსის შიგნით, როგორც უკვე გითხარით, ჩამოშლილია კედლები, ჩამონგრეულია ჭერი, დახრილია იატაკი. მოქალაქეები გვიყვებიან, რომ ყოველ დღე ჭერიდან ლოდები ცვივა, რამდენიმე დღის წინ კი მცირეწლოვანი ბავშვი ლოდების ცვენას ძლივს გადაურჩა, მზიდი კედლები გამაგრებულია, როგორც ხედავთ, ლითონის კონსტრუქციები, თუმცა ვერც ეს ლითონის კონსტრუქციები ახერხებენ შენობის რღვევის შეჩერებას. მაცხოვრებლები გვიყვებიან, რომ ეს სახლები ჯერ კიდევ 2022 წელს იყო შესული განვითარების ფონდის პროექტში, თუმცა 2022 წლის შემდგომ აქ არავინ არ გამოჩენილა. მოქალაქეები წერილზე აგზავნიან მერიაში და ითხოვენ დახმარებას, რომ გაკეთდეს კორპუსები და მოხდეს ამ კორპუსების რეაბილიტაცია, თუმცა მათი ხმა არავის ესმის და მათ ყურადღებას არავინ არ აქცევს. ყოველი დღე აქ ცხოვრებისა არის სრულიად სავსე დიახ, რისკებით სავსე და სტრესებით სავსე, იმიტომ რომ ბოლო დროს განსაკუთრებით ჯერ ისედაც რა თქმა უნდა საშიში იყო ასეთ პირობებში ცხოვრება, მაგრამ განსაკუთრებით ბოლო დროს და რამოდენიმე დღის წინ პატარა ბავშვი ჩამორბოდა ჩვენს კიბეზე, ჩვენი მეზობლის შვილი და ჭერიდან ჩამოვარდა არა ბათქაში, არამედ უზარმაზარი ლოდი და ბავშვი გადარჩა. ანუ მოხდებოდა უბედური შემთხვევა. ასეთი უბედური შემთხვევა შეიძლება ნებისმიერ დროს მოხდეს. თქვენ თვითონ თქვენი თვალით ნახეთ რა პირობებში გვიწევს ცხოვრება და ჩვენ ვითხოვთ შველას. ეს არის კატასტროფა. აქ ცხოვრება უკვე ნამდვილად შეუძლებელია. ჩვენი სახლი გახლავთ 300 წლის სახლი, რომელიც არის შესულია თბილისის ტაძრების სიაში და მას ერქვა ლათინ საყდარი. უფრო ამორტიზაცია ამ სახლის მოხდა მაშინ, როცა აშენდა 300 კვადრატ ტერიტორიაზე 5 სართულიანი სასტუმრო, რომლის ადგილზეც იყო 1 სართული. ამის შედეგად ყოველგვარი წესების გარეშე აშენდა, ამოითხარა ორმა, რომელსაც ჯებირი არ ქონდა და 6 თვე იყო ჯებირის გარეშე. ამიტომ დაიძრა მიწა, რომელსაც წაყვა ჩვენი სახლი. სამწუხაროა ის, რომ ჩვენი სახლის საძირკველი თითქმის არ არსებობს, იმიტომ რომ მაშინ საძირკვლის გარეშე აშენებდნენ მსუბუქი კონსტრუქციებით, აგურით და ეგრეთ წოდებული ბაღდატკებით. ამიტომ ძალიან ბზარებმა მოიმატა, დაქანდა. სადლებელია, რომ სახელმწიფო მერიამ სხვადასხვა უწყებამ, რომლებსაც ეკუთვნის მთლიანად რეაბილიტაცია ძველი თბილისის და ისტორიული სახლების, ეს თანხები დახარჯოს მართლა რეალურ რეაბილიტაციაზე. თბილისის ცენტრში ტურისტულ ზონაში კორპუსები ჩამოშლის პირესაა, აქ ქვები ჭერიდან ყოველდღიურად ცვივა, მოქალაქეები კი დახმარების მოლოდინში ღამეებში შიშით ათევენ, თუმცა თბილისის მერს მათი ხმა არ ესმის. მადლობა საბა, პირდაპირ ეთერში საბა